ადიგეში საკონკურსო კომისიის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. დაშლილი საკონკურსო კომისია და უდიპლომო საჯარო მოხელეები იყო თოქ-შოუ დიალოგის მთავარი თემა, რომელიც წამყვანმა იურისტებთან, სტუდენტებთან, მესამე სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პირდაპირ ეთერში მუნიციპალიტეტის მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ყურადღება ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაზე გაამახვილა. სტუდიაში მჯდომა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კი თემურ ფეიქრიშვილის განცხადებას უნიჭო დემაგოგია უწოდა და არსენ ბალახაშვილის მიერ კომისიის დატოვებაზე ისაუბრა. ძალიან კარგია, რომ კომისიის წევრობა დატოვა, საკონკურსო კომისიის, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. აქ ფაქტიურად საქმე გვაქვს კანონის უხეშ დარღვევასთან. წლების განმავლობაში გამგებელს ან მოადგილეს ავალდებულებდა კანონი, რომ ქონოდა უმაღლესი განათლება, მინიმუმ. მოვალეობის შემსრულებლად ზაქარია ენდელაძე დანიშნა. მე ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლებელი არის შემდგომში ზაქარია ენდელაძის გამგებლობის საკითხი, მაგრამ თუ იმ შემთხვევაში თუ ბატონი არსენ ბალახაშვილი დატოვებს თანამდებობას, მაშინ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კანონი ავალდებულებს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ, რომ გამგებლის არ ყოფნის მისი უფლება-მოვალეობების შეწყვეტის შეჩერების შემთხვევაში დაინიშნოს გამგებლის მოადგილე. შესაძლებელია თუ არა პირის მაღალ თანამდებობაზე უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების გარეშე დანიშვნა, ამის შესახებ დიალოგში განმარტებები იურისტმა გააკეთა. გიორგი ჯვარიძე ამბობს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი თვითმმართველობებში 18 წლის მაღლა საშუალო განათლების მქონე პირის თანამდებობაზე დანიშვნას ითვალისწინებს, თუმცა მისივე განმარტებით ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თვითმმართველობები რა შიდა დადგენილებებს მიიღებენ. თვითმმართველობის ორგანოში შეიძლება აირჩეს პირი ან დაინიშნოს, რომელსაც უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და რომელიც არის მიღწეული 18 წლის ასაკს და სასურველია, ანუ უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება მაინც. ადიგენის მუნიციპალიტეტის გარდა უმაღლესი განათლების მიღების კუთხით ბოლო პერიოდია საზოგადოების ინტერესი ახალციხეში საჯარო პირების მიმართაც გაიზარდა. მოსახლეობის მხრიდან ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში არაერთხელ გამოთქმულა ეჭვები ახალციხის ციხის დირექტორისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელის მიმართ. გუჯა ბიჭაშვილმა დიალოგის პირდაპირ ეთერში დიპლომი და სამხედრო სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი საბუთები წარადგინა და განაცხადა, რომ ეჭვები დიპლომის არ ქონის გამო მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია იყო. ნანა გელაშვილმა კი საკუთარი განათლების შესახებ სატელეფონო ჩართვის მეშვეობით ისაუბრა. არც ეს კანონმდებლობაში არ წერია, რომ აიტის ხელმძღვანელი უნდა იყოს მაინდა-მაინც უმაღლესი განათლებით. ჩემი დიპლომით შეეფერება, მე მგონი, პურის ცხობისა და მაკარონის ტექნოლოგია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი სპეციალობით მე სრული მართვის უფლება მაქვს, რადგან ვარ მენეჯერი და შემიძლია, რომ ჩემს სამსახურში, ჩემს მიერ დაქვემდებარებულ სამსახურში ავიყვანო სპეციალისტები და ვმართო საბავშვო ბაღები. მე ჩემი სუფთა ხელებით მაქვს მოპოვებული, მოდი გადავხედოთ და იდენტიფიკაციას გაივლის ყველა დოკუმენტაცია მათი იდენტიფიკაციას კიდევ ვიმეორე, ამას არ დავტოვებ ისე, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი საახლობლო მყავს, სადაც ჩაერთვებიან და მოიძიებენ, რომელსაც ნაყიდი აქვს ამა თუ იმ ბინძური ფული შეძენილი დიპლომები და უდევს სახში. უდიპლომო საჯარო მოხელეების თემა სამცხე ჯავახეთში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ასპინძის მუნიციპალიტეტმა ახალი გამგებელი აირჩია. ლევან ცაბაძის დიპლომში ხარვეზებმა და შეუსაბამობამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, თუმცა ამ თემაზე სასაუბროდ ასპინძის პირველმა პირმა გადაცემაში სტუმრობა არ ისურვა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ბალახაშვილის დიპლომის გარშემო კი აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც მას საკონკურსო კომისია დატოვა.